პირველების ინფორმაციით სააგენტო ქინდერლის წინააღმდეგ გამოძიება უკვე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ და დღეს მთელი დღის განმავლობაში თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში სუროგატი დედები საგამოძიებო სამსახურს დეტალურად მიაწოდებენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მუშაობს სქემა და როგორ გახდა 30-ზე მეტი ქალი თაღლითობის მსხვერპლი. ჩვენ ვართ ახლა დიდუბის ავტოვაგზალთან, სწორედ ეს არის დაკეტილი ჰოსტელი, სადაც სააგენტოს წარმომადგენლებმა მოიყვანეს ქალები, რომლებიც გახდნენ თაღლითობის მსხვერპლი, ირკვევა, რომ მათ ბინისქი რა აღარ გადაუხადეს, სწორედ ამიტომ იძულებულები გახდნენ, რომ დახურულ ჰოსტელში გადმოსულიყვნენ ორსული ქალები მცირეწლოვან შულებთან ერთად. ახალგაზრდა ქალები სხვადასხვა ქვეყნიდან პირველებს უყვებიან, რომ ისინი საქართველოში ჩამოიყვანა სუროგაციის სააგენტო, ამის შემდეგ დგინდება, რომ ქალებს ჩვილი ბავშვები გააჩენინეს, გაასხვისეს და კუთვნილი თანხაც კი არ გადაუხადეს. ქალები ახლა დახმარებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ისინი გახდნენ თაღლითობის მსხვერპლი, როგორც ირკვევა, სააგენტო მათ დიდი ოდენობის თანხას დაპირდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ქალებმა სხვადასხვა სამშობიაროში ჩვილი ბავშვები გააჩინეს, სააგენტოს წარმომადგენლებმა მათ თანხა აღარ გადაუხადეს. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ქალები ამბობენ, რომ დღეს უნდა ყოფილიყო სააგენტოს წარმომადგენლებსა და მათ შორის შეხვედრა, ასე დაპირდნენ ორგანიზაციის წარმომადგენლები ამ ქალებს, თუმცა დღეს, როდესაც მათ სცადეს სააგენტოს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, ისინი სატელეფონო ზარებსაც აღარ პასუხობენ. ამ მომენტისთვის აქ 10-12 ქალი ცხოვრობს. ეს არის კომპანია Kimberly Georgia. დაახლოებით 30 ქალია თაღლითობის მსხვერპლი. გუშინ კურატორმა გითხრა, რომ დღეს დააორგანიზებდა შეხვედრას. იმის შემდეგ ტელეფონი გამორთული აქვს, კონტაქტზე არ გამოდის. 16 იანვარს გადამიხადეს ბოლო ხელფასი. 21 თებერვალს გავაჩინე, 24-ში გამომწერეს. საბოლოო დოკუმენტები უნდა გაფორმებულიყო ერთ კვირაში, მაგრამ დროს გვიწელავდნენ, რომ 21 დღე სჭირდებოდა. ჩვენ საელჩოებშიც ვიყავით, მაგრამ არანაირ ინფორმაციას არ გვეძლევენ ბიოლოგიურ მშობლებზე. მაგრამ დანამდვილებით ვიცით, რომ ეს ბავშვები გაფორმებულები არიან და წაყვანილი არიან ჩინეთში, მაგრამ ჩვენ არაფერი გადაგვიხადეს. ვარ რუსეთიდან, არიან შუა აზიის ქვეყნებიდანაც და არიან საქართველოს მოქალაქეებიც. გუშინდელი ინტერვიუს ნახვის შემდეგ მოვიდა კრიმინალური პოლიცია და ძიება დაიწყო. 20 მაისს დავიწყე თანამშრომლობა, შუამავლისგან, რომელიც აქებდა, რომ კარგი კომპანიაა. პირდებოდნენ, რომ კარგად გადამიხდიდნენ. დაახლოებით 1 წელი გავატარე აქ, ვიმშობიარე, მაგრამ დღემდე არაფერი გადაუხდიათ. 1 იანვარს გავაჩინე ტყუპი გოგოები, მაგრამ დღემდე არავის არაფერი მოუწია. ორსულობის პერიოდში მიხდიდნენ $400. კომპანიის კურატორმა სოფომ გითხრა, რომ კომპანია გაკოტრდა და რაც გინდათ ის ქენით, ვერ გადაგიხდით ვერაფერსო. პოლიციაშიც ვიყავი, შრომის ინსპექციაშიც და მხოლოდ ინტერვიუს გასვლის შემდეგ მოვიდნენ. ჩემთვის პირადად უნდა გადაეხადათ $20,000. როცა აღმოვაჩინე, რომ მატყუებდნენ, ჩემით დავუკავშირდი ბიოლოგიურ მშობლებს. მათ მითხრეს, რომ მშობიარობის შემდეგ მომენტალურად $50,000 გადაიხადეს კომპანიაში. ჩემნაირ მდგომარეობაში დაახლოებით 30-მდე გოგონაა. სააგენტო ქინდერლის საქმიანობის შესახებ ვრცელი საგამოძიებო რეპორტაჟი რადიო თავისუფლებამ გააკეთა. სწორედ ამის შემდეგ ირკვევა, რომ აღნიშნულ საქმეში უკვე ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტრო, ადგილზე იმყოფებოდნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და მათ გამოკითხეს დააზარალებული სუროგატი დედებიც. ამის შემდეგ უკვე დგინდება, რომ დღეს ყველა მათგანი დაბარებულია თბილისის მთავარ სამმართველოში და გამომძიებლები დეტალურად მიიღებენ დღეს დაზარალებული ქალებისგან ჩვენებას. ახალგაზრდა ქალები პირველებთან საუბრისას ამბობენ, რომ მათ მთელი ამ ორსულობის პერიოდში მიიღეს თანხის მხოლოდ ნაწილი, მაგალითად ერთ-ერთი ქალი პირველებთან საუბრისას ამბობს, რომ მას უნდა მიეღო $16,000, თუმცა როგორც ჩანს, სააგენტოს წარმომადგენლებმა მას მხოლოდ $3,500 გადაუხადეს.